გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. Top twin გრიგოლ გეგელია გამოგზავნდა და გვითხრა. რუსეთი დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში და ახლა უკვე სომხეთშიც. ხოდა მალე საქართველოშიც დამარცხდება ქართული ოცნების სამარცხვინო პრორუსული რეჟიმის განდევნითო. ამ განდევნის მთავარ ძალად ალბათ ასე მგონია გეგელია საკუთარ თავს მოიაზრებს. დიახ, საკუთარ თავს, სალომე სამადაშვილს, კუპრაძესა და ფლეგმატურ ბადრი ჯაფარიძეს. სიამოვნებით დავტკბები ამ სანახაობით როგორ დევნის ლელო გეგელიას მეთაურობით ქართულ ოცნებას. წარმოვიდგინე, გეგელია არაბულ ცხენზე ამხედრებული, ცალმხარზე ნავდით, ხელში ხმლითა და დოუ ნანას გუგუნით როგორ მისდევს მართველ პარტიას. ოცნება თავის მხრივ ტაჩანკით გარბის. ტაჩანგაზე ტყვიან ფრქვევ მაქსიმთან ვინ წარმოვიდგინო. ვთქვათ, ნათია თურნავა, დიახ. ნათია თურნავა მაქსიმიდან ესვრის გეგელიას, ესვრის, მაგრამ ვერ ახვედრებს. გეგელიას კი უკან მისდევენ თვლემარე ბადრი ორლოვის ჩორთმავალზე, სამადაშვილი პერშერონზე და პონიზე კი კუპრაძე. აფსუს ბატალისტი რომ ყოფილიყავი ამ სცენას დავხატავდი, მაგრამ ხატვა არ მეხერხება. ეს ყველაფერი კარგი და ლამაზი, მაგრამ სადაა ხაზარაძე? სადაა ეს ადამიანი, ლელოს სულის ჩამდგმელი, მარშალის გეგმის ავტორი, ქართული საბანკო საქმიანობის მამა და როტშილდებთან დაახლოებული პიროვნება. დიდი ხანი არ მინახავს ბატონი მამუკა. გამოვიკითხე და თურმე ჩვენი მისტერ TBC დიდ საქმეებს ატრიალებს ბრიუსელში. დიახ, ბრიუსელში ევროკავშირის შტაბ-ბინის გულში. ხაზარაძეების ფონდს ბრიუსელში ეგიდიუმის შენობა შეუძენია. ვინც არ იცის ორი სიტყვით აუხსნე. ეგიდიუმი არის ბრიუსელის სენ-ჟილის მოედანზე მდებარე წარსულში ცნობილი, ამჟამად კი მიტოვებული შენობა. ის ბელგიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ეკლექტიური და ცნობილი არქიტექტურული შედევრია. ხოდა ამ სასახლეში თურმე საქართველოს სახლი უნდა დაფუძნდეს. სალომე სამადაშვილი ამბობს, დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ბრძოლით ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც რეჟიმისგან გათავისუფლებული საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ამ გასაოცარ სასახლეში იზეიმებს. ქართველი ხალხის რომელ ბრძოლას გულისხმობს მშვენიერი სალომე არ ვიცი. ის არ ვიცი რა კავშირი აქვს ხაზარაძის შეძენილ სასახლეს საქართველოსთან, მაგრამ მე ბევრი რამ არ მესმის. ალბათ აქვს პირდაპირი კავშირი. თუმცა ეჭვი მეპარება ეს სასახლე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს. და მაინც რატომ დაარქვა ხაზარაძემ ერიდიუმს საქართველოს სახლი? დავინტერესდი და მითხრეს, შენობა მულტიფუნქციური კულტურული სივრცე იქნება, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირის შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული ურთიერთობების დამყარებას და ქართული დიასპორის ინტერესებს. გავგებარია ეს როდის მოხდება? მაშინ, როცა სამადაშვილი ივანიშვილის რეჟიმს გეგელიას ხმლის მეშვეობით დაამხობს, რის მერეც საქართველოს უმალ მიიღებენ ევროკავშირში, ყველას 800 ევროიან პენსიას დაუნიშნავენ და ყველას მხარზე ევროკავშირის დროშას დაახატავენ, თუ მანამდეც იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ რიგითმა ქართველებმა იმ მულტიფუნქციურ სახლში საქმიანი შეხვედრები გავმართოთ და ბელგიელ მასპინძლებს ჩვენი მომსახურება შევთავაზოთ სნეული და მხცოვანი ადამიანების მოვლა პატრონობაში. ნახოთ, ცხოვრება გვიჩვენებს რა გამოვა ამ ავანტიურიდან, ამ წამოწყებიდან. პირადად მე გამიხარდება თუ კი იმ მულტიფუნქციურ შენობაში ლაღიზის წყლები და აჭარული ხაჭაპურიც გაიყიდება. სასახლის უკანა მხარეს კი ვულკანიზაცია ბალანსირების სალონი გაიხსნება, სადაც კარგი დვერში კი, ჟესჭანში კი, რაზვალში კი იმუშავებენ. წარმოვიდგინე, შედიხარ სასახლეში, იქვე მისაღებ დარბაზში მარმარილოს მაღალ მაგიდასთან მიირთმევ აჭარულს, ზედ ნაღებისა და შოკოლადის ნაზავს დააყოლებ. მერე მოლაპარაკების ოთახში ვინმე პიერსა თუ ჟანს ხვდები და საქართველოდან წამოსულ იაპ
მუშახელს ასაქმებ, მერე გადადიხარ ლიტერატურულ დარბაზში, სადაც საბას ლაურეატები ბელგიურ ენაზე მსოფლიო ლიტერატურაზე საკუთარი შემოქმედების გავლენის შესახებ ლაპარაკობენ და ამ დროს უკანა ეზოში ჩვენი ოქროს ხელებიანი ხელოსნები შენს მანქანა პორშეზე გაზის სისტემას ამონტაჟებენ. ესე იგი, გეგელიას გამოსვლას რომ დაუბრუნდეთ, თუ შეამჩნიეთ ტენდენცია, როგორც კი რომელიმე ქვეყანაში ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალა იმარჯვებს, ეს უნიათოები მაშინვე საქართველოზე ცდილობენ სიტუაციის მორგებას. ერთი რამ ავიწყდებათ საბრალოებს, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. ის, რასაც მოლდოვა, უკრაინა და ახლა სომხეთი გადის, ჩვენ 20 წლის წინ გქონდა ეს ეგრეთ წოდებული ბედნიერება, რომ გვეგემა. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ რუსეთისკენ უნდა ვიხრებოდეთ და ევროპასთან ურთიერთობა შევწყვიტოთ. არა, რასაკვირველია. საქართველოსკენ უნდა იხრებოდეს. იქიდან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ, რა იქნება ჩვენთვის ხელსაღრელი და მომგებიანი. ჩემნება რომ იყოს ყველა ქვეყანასთან ვიპარტნიორებდი. თუკი ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა, მაგალითისთვის ჩრდილოეთ კორეასთანაც კი დავამყარებდი საქმიან ურთიერთობებს. აგერ იმხელა სი ძინპინი ჩავიდა ფხენიანში და რით ვართ ჩვენ ჩინელებზე ნაკლებნი. ისე ხომ წარმოგიდგენიათ, ირაკლი კობახიძე რომ ჩასულიყო ფხენიანში, ალბათ გრიგოლ გეგელიას საჯაროდ გაძვირებულ ბენზინს გადაისყავდა და ავტოდაფეს მოაწყობდა. თუმცა არც ჩინელ და არც ამერიკელ მოსახლეობას ავტოდაფე არ მოუწყვია, როდესაც მათი ლიდერები ჩრდილოეთ კორეაში ჩადიოდნენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.